სანამ კარგი ამინდებია, ვეშურებოდი და დუშეთის მხარეს წავედი. ახლა დღეს სავსეა ველური ხილით, ველური კენკრით. შავი კუნელი, წითელი კუნელი, ძახველი, ასკილი, ზღმარტლი, ნამდვილი კოწახური. ეს ყველაფერი ძალიან კარგი პროდუქტია. თუ კი იცის ადამიანმა ცნობა, თუ კი შეუძლია რომ გამოიყენოს თელ ტყის ძალას, მადლს და დიდ ენერგიას მოიტანს სახლში. ეხლა წელიწადის ამ დროს. მე ბევრს ვერ ვაგროვებ, იმიტომ რომ გულწრფელად რო ვთქვა, დიდად ვერ ვიყენებ, მაგრამ ასე თითო ლანგარს აუცილებლად გავაშრობ ყველაფერს. წელიწადის ამ დროს. ასე გავშლი, გავაკაკალებ, კარგად გავშლი თხლად ლანგარზე და ასე ემალის ლანგრებით ვაშრობ. მე მთელი ზამთარი მაქვს ხოლმე შემოდგომაზე, გვიან შემოდგომაზე ისევ ამ დროს თითო ამდენს მოვაგროვებ ხოლმე ყველაფერს. რაც შემხდება, რა თქმა უნდა. ანთლსაც გავაშრობ და ყველაფერს, რასაც შევხვდები, აუცილებლად ბევრს არა, თითო-თითოს. მე ზამთარში ამ გამშრალ ნაყოფს აუცილებლად კარგად ვიყენებ. ამოვარჩევ რამდენიმე ზღმარტლის ნაყოფს, ესე ორად გავჭრი. რამდენიმე გამშრალ ასკილს, 1-5 მარცვალს 6. რამდენიმე წითელ კუნელს. დიდად რომ გითხრათ, ცალ-ცალკე მისი სიკეთეების შესახებ მე ბევრი არაფერი არ ვიცი. მაგრამ ვიცი რომ სასარგებლოა და ასე წამლად არა, მაგრამ ნაყენად დავლევ ხოლმე და ჩემს სტუმრებსაც შევთავაზებ. რა თქმა უნდა, წყალს გავავლებ, ცოტა კოწახურს, რამდენიმე ნაყოფ ძახველას. ზუღარე წყალს გავავლებ. მაინც რა ვიცი, კია სუფთა ადგილას აღებული და ჩემი ხელით მოვკრიფე და კი ვიცი რომ სუფთაა, მაგრამ მაინც გადავწურავ. წყლის გავლება არ აწვენს. მე ასე ქილაში ჩავი გადავიღებ. გულწრფელი ვიყო, არ მჯერა დიდი ექიმბაშობების და წამლობების, მაგრამ იმისი მჯერა რომ ყველაფერს, ველურს, ხილს და კენკრას აქვს თავისი ძალა. და მგონია რომ ადამიანს ძალიან სჭირდება ველური ხილის ძალა. ასე დავაყენებ და დაყენებულ ნაყენს რომ გაგრილდება, მე ცოტა ჭიქით წიქაში გადმოვწურავ და ნელ-ნელა გიახლებით. მე მგონი რომ ამაში ცუდი და არასწორი არაფერი არ არის. ან კიდე უფრო იოლად გამშრალ ნაყოფებს ჩაიში ჩავამატებ. ჩვეულებრივ შავ ჩაიში ჩავამატებ რამდენიმე კუნელის ნაყოფს ან რამდენიმე ასკილის ნაყოფს. ჩაის გარეშე მე არ შემიძლია შავ ჩაის სულ გიახლებით და იმ შავ ჩაიში რამდენიმეს აუცილებლად რომელიმე ნაყოფს ჩავამატებ. იმ იმედით რომ ძალას და ენერგიას მომცემს ბუნებიდან მოტანილი კენკრა. იგივეს გირჩევთ, მეტი რა შემიძლია, რა ვიცი. დიდი არაფერი ეს, მაგრამ მაინც მგონია რომ ეს კაი ამბავია. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ამისი სჯერა, იციან ძალიან ბევრი, მე არ ვიცი. დიდად და არც დავინტერესებული ვარ მართალი გითხრათ. დიდად რომ შემადგენლობები გამეგო და რაღაცა დავინტერესებულიყავი, მაგრამ ასე გუმანის დონეზე მგონია რომ ეს ადამიანს ძალიან არგებს და ამაში ცუდი არაფერი არ არის. ოდესღაც ადამიანი ძალიან იყო შემგროვებელი. მთლიანად იყო ბუნების პროდუქტებზე დამოკიდებული. მარტო აგროვებდა, რასაც ბუნებას ჩუქნიდა და მაშინ ადამიანი ბევრად უფრო გამძლე და ამტანი იყო ვიდრე დღეს, როცა პროდუქტები მას მოყავს. მე მგონი რომ ამაში არის რაღაცა დიდი სიმართლე და დიდი ძალა, რომ იმ პროდუქტებში, რომელიც ველურად იზრდება, არის რაღაცა სხვა ენერგია, სხვა ძალა. ამის შესახებ, რა თქმა უნდა, ფიტოთერაპევტებმა იციან. სხვათა შორის მე გემოთაც მესიამოვნება. სულ არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ ცივ ამინდებში აწი
ზამთარში, სიმყუდროვეში, რომ ადამიანმა ცოტა მიიღოს ჩაისთან ერთად, ამაში ცუდი არაფერი არ არის. თუ გარგებთ თუ არა, ამას ნამდვილად ჩემს კანზე გამომიცდია და ჩემს სხეულზე, რომ თუ გარგებთ თუ არა, ნამდვილად არ გავნებთ. ეს უბრალოდ ვიცი, ამაში დარწმუნებული ვარ. არ მიყვარს ხოლმე რეცეპტების მიცემა, იმიტომ რომ მე თვითონ არ ვიცი და რა უნდა გირჩიოთ, ან რატომ უნდა გირჩიოთ, რაც არ ვიცი. მე მგონია რომ ეს ძალიან ადამიანს მიეხმარება.